პროკურატურამ მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა დღეს მისი განზრახ-კვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ ახლანდელი მთავრობის წევრი მის მოწამვლად ცდილობდა. მთავარის ინფორმაციით ის გიორგი შინჯიკაშვილს გულისხმობდა. მაღაზიიდან სუნამოს მოპარვისთვის გერმანიაში ქალაქ კიელნში პოლიციამ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა. რიყის დოქები ბოლო 1 თვეში მეორედ გაიყიდა, წერს ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში. კოლუმბიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილით 8 საათსა და 8 წუთზე დედაქალაქ ბოგოტადან დაახლოებით 116 კილომეტრის მანძილზე მოხდა. თეთრი სახლი ინსტაგრამზე მერაბ დვალიშვილისა და დონალდ ტრამპის ფოტოს აქვეყნებს. დღეს ქართველმა მებრძოლმა შონ ომალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ წარმატებით დაიცვა. დონალდ ტრამპი მერაბ დვალიშვილის ბრძოლას ესწრებოდა.